გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიას გზა ოქროს ბურთისკენ და მიქაუტაძე ევროპული გრანდების ინტერესის სფეროში. ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია დღევანდელ ვიდეოშია. თქვენთან კი მოქვს ორი პატარა თხოვნა. დამიფასე ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა მივაღწიოთ 3000 გამომწერს. ეს თქვენთვის ორი წამის საქმეა. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიასთვის და პარი სენ-ჟერმენისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია და სიმართლე რომ თქვათ პარიზელებმა სრული შემადგენლობით თამაშიც კი ვერ მოასწრეს. PSG მეორე ამხანაგურ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედთან 1-1 ითამაშა. კვარაცხელიამ კი შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. პარიზელებმა ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნეს. ეპიზოდის დასაწყისში კვარამ დრო ფერნანდესი მოძებნა. გაგრძელებაში კი 18 წლის იბრაჰიმამ ბაიემ გოლი გაიტანა. აღსანიშნავია რომ 16 წუთზე ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს. ეიდენ ჰევენმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ეპიზოდის სიმკაცრიდან გამომდინარე გაძევებაზეც იყო საუბარი. საბედნიეროდ კი კვარა ტრავმას გადაურჩა და მატჩის გაგრძელებაც შეძლო. კვარაცხელიამ კარისკენ ორჯერ დაარტყა. 7 მცდელობიდან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. 12 დუელიდან 4 მოიგო, თუმცა პასებში ძალიან ზუსტი იყო. 33 გადაცემიდან 32 თანაგუნდელამდე მივიდა. PSG კი პრაქტიკულად ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა. კვარაცხელია საფანოვისა და პაჩოს გარდა სასტარტო 11-ეულში გუნდის ძირითადი ბირთვის წევრები თითქმის არ იყვნენ. ეს კარგად გამოჩნდა მოედანზეც. მანჩესტერ იუნაიტედი დიდი პერიოდის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა და PSG-მ თამაში კონტროლი მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნა, რაც მეორე ტაიმში მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაუ ნევეში გამოვიდნენ. ამიტომ ამ შეხვედრიდან კვარას ფორმაზე შორს მომავალი დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. თუმცა 12 აგვისტოს PSG-ს პირველი რეალური გამოცდა ელის. ეს კი UEFA სუპერთასზე ასტონ ვილას წინააღმდეგ იქნება. ასევე 4 დღის შემდეგ ლანსთან საფრანგეთის სუპერთასია, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1 სეზონი რენის წინააღმდეგ დაიწყება. და სწორედ აქ ხდება კვარაცხელიას ამბავი გაცილებით საინტერესო. ოქროს ბურთისთვის ბრძოლა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და ფრანგულ მედიაში პირველად ჩნდება განცდა, რომ კვარაცხელიას კანდიდატურას გაცილებით ხმამაღლა უჭერენ მხარს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ეკიპისგან წამოვიდა. გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელია გარეკანზე განათავსა ერთი სიტყვით პრეტენდენტი. ეკიპის შეფასებით სოფლიო ჩემპიონატმა საბოლოოდ ვერ შექმნა ისეთი ერთი გამოკვეთილი ინდივიდუალური ფავორიტი, რომელიც საკლუბო სეზონის განმავლობაში გაკეთებულ ყველაფერს ავტომატურად გადაფარავდა. და სწორედ აქ ბრუნდება ხვიჩას მთავარი არგუმენტი ჩემპიონთა ლიგა. გამოცემა კვარას გასულ ევროპულ სეზონს განსაკუთრებით უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები გავლენა მას ოქროს ბურთისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ტოვებს. მსგავს ხაზს ავითარებს ონცე მონდიალიც. ფრანგული გამოცემა შეგვახსენებს კევინ კიგანის ოქროს ბურთს, მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელი კონკურენცია ძალიან სერიოზულია. გოლის შეფასებებში წინ არიან ჰარი კეინი, ლამინ იამალი, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე და კილიან მბაპე. სხვა გამოცემები როდრისაც ძალიან მაღლა აყენებენ. ამიტომ ბრძოლა ძალიან ღია. ამასთან საინტერესოა PSG-ს გულშემატკივრების დამოკიდებულებას. ტრიბუნაზე გამოქვეყნებულ დისკუსიებში ბევრი პარიზელი სწორედ კვარაცხელიას კანდიდატურას აყენებს დემბელეზე წინ და თulis რომ გასული სეზონის საერთო სურათით ქართველი უფრო ლოგიკური არჩევანია. ახლა კი თავად ხვიჩასაც აქვს შესაძლებლობა რომ ამ კამპანიას მოედანზე ახალი იმპულსი მისცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ასტონ ვილასთან სუპერთასის ფინალი იქნება. ეს მატჩი გასულ სეზონს ვერ შეცვლის და ოქროს ბურთის შეფასების მთავარი საფუძველი მაინც უკვე გაკეთებული საქმეა, მაგრამ წარმოიდგინეთ სცენარი. კვარა ახალი სეზონის პირველივე ოფიციალურ დიდ მატჩში გამოდის. PSG კიდევ ერთ ევროპულ ტიტულს იგებს და ქართველი ისევ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ეს მედიისთვის კიდევ ერთი ძლიერი ამბავი გახდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ოქროს ბურთის გარშემო საბოლოო ნარატივი ყალიბდება და მგონია რომ ახლა ხვიჩასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა. თუ ეს 12 აგვისტოს მოხდება, ხვიჩას ოქროს ბურთზე დაწყებულ კამპანიას კვარა ძლიერი არგუმენტით, საკუთარი ფეხბურთით უპასუხებს. მე კი შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს გამოვლინდება. იქამდე კი ჯერ ძალიან დიდი დროა. ამიტომ ნახოთ თუ რას გვიმზადებს კვარა. მიქაუტაძე ახალი სეზონის წინ ძალიან კარგ ფორმაში შედის და სწორედ ამ დროს ქართველ თავდამსხმელზე სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაციები ვრცელდება. ცოტა ხნის წინ ვილიარეალი ამხანაგურ შეხვედრაში გალათასარაის დაუპირისპირდა და გიორგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო. 41 წუთზე მან საკუთარი გუნდი დააწინაურა და პირველი ტაიმი ვილიარეალმა 2
1-1 მოიგო. საბოლოო ჯამში გიორგიმ 72 წუთი ითამაშა. სოფასქორისგან კი მან 7.6 შეფასება მიიღო. განსაკუთრებით საინტერესოა პასების სიზუსტე. 29 გადაცემიდან 28 ზუსტი ჰქონდა, ანუ თითქმის 97%. და სწორედ ასეთი ფორმის ფონზე გავრცელდა ყველაზე ხმაურიანი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია მიქაუტაძეს ბარსას აქტიურად უკავშირებდნენ. ბევრმა ამას ჭორიც უწოდა. ბევრი კი ამ ტრანსფერს და ამ ინტერესს რეალურად მიიჩნევს. ახლა კი ძალიან მაგარი ინფორმაცია გავრცელდა. Villarreal-თან დაახლოებული ჟურნალისტის ხაბი მარტინესის ცნობით, ჰანსი ფლიკსა და მიქაუტაძეს შორის საუბარი უკვე შედგა და ქართველი ფორვარდი ბარსაში შესაძლო გადასვლას დადებითად უყურებს. წყაროს მიხედვით ამ ეტაპზე გიორგი კატალონიელებისთვის მეორე არჩევანია. პირველი სამიზნე კვლავ ხულიან ალვარესია, მაგრამ ბარსაში კარგად ესმით, თუ რამდენად რთულია ატლეტიკოსთან ამ ტრანსფერის შეთანხმება. სწორედ ამიტომ კლუბს ალტერნატიული ვარიანტებიც მზად აქვს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიქაუტაძეა. ფინანსური მხარეც საინტერესოა. გავრცელებული ცნობებით, Villarreal-ი გიორგის მარტივად არ დათმობს და რეალური მოლაპარაკებისთვის ბარსას დაახლოებით 60-დან 65 მილიონი ევროს შეთავაზება დასჭირდება. ეს საკმაოდ მაღალი თანხა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ტრანსფერ-მარკეტზე მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროთ არის შეფასებული. ამიტომ არსებობს ვარიანტიც, რომ დეკომ თანხის შესამცირებლად Villarreal-ს რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზოს. რა თქმა უნდა, აქ ჯერ ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და დასრულებულ ტრანსფერზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ თავად ფაქტი, რომ მიქაუტაძის სახელი უკვე ასეთ დონეზე განიხილება, ეს რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან საინტერესო სიგნალია. ასევე ამას კიდევ ერთი ინგლისური მიმართულებაც ემატება. ტოტენჰემთან დაახლოებული ცნობილი ინსაიდერის პოლო კიფის ინფორმაციით, ლონდონური კლუბიც შეტევის გაძლიერებას გეგმავს და გიორგი მიქაუტაძე მათ სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ამ კლუბს წარსულშიც დაუკავშირეს, ამიტომ მათი ინტერესის ხელახლა გაჩენა სრულიად მოულოდნელი არ არის. ახლა კი სიტუაცია ასეთია. მიქაუტაძე Villarreal-ში კარგ ფორმაშია, გოლებს იტანს, შეტევაშიც აქტიურად მონაწილეობს და მის მიმართ უკვე ორი ძალიან დიდი კლუბის ინტერესი ჩნდება. თუმცა გიორგისთვის გადაწყვეტილება მხოლოდ კლუბის სახელით არ უნდა განისაზღვროს. ის პირველ რიგში ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, სადაც მას ენდობიან, სათამაშო დრო ექნება და შეუძლია რომ ახალი სეზონი ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად დაიწყოს. ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა. თქვენ რომელ ვარიანტს აირჩევდით მიქაუტაძისთვის? დარჩენას Villarreal-ში, ბარსელონაში გადასვლას თუ პრემიერ ლიგაში ტოტენჰემის ვარიანტს? ბარსელონა სატრანსფერო ზაფხული კიდევ უფრო საინტერესო ხდება და ბოლო საათებში რამდენიმე ამბავი ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირდა. დავიწყოთ როდრით. მარკას ინფორმაციით მადრიდის რეალს ესპანელი ნახევარმცველის დამატება სურდა, თუმცა საბოლოოდ როდრიმ ბარსელონა აირჩია. საინტერესოა, რომ მადრიდში ამას დიდ ტრაგედიად არ აღიქვამენ. რეალს ფეხბურთელისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. კლუბში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიიჩნევდნენ მისთვის გონებრულ ფასად და ფეხბურთელის საბოლოო თანხმობის გარეშე მანჩესტერ სიტისთან გადამწყვეტ ნაბიჯზე გადასვლა არ სურდათ. თუმცა როდრიმ საბოლოოდ ბარსას პროექტი აირჩია, რასაც გავრცელებული ინფორმაციით უფრო სათამაშო სტილი და კლუბში არსებული გარემო განაპირობებდა. რეალში კი ფიქრობენ, რომ შემადგენლობა თითქმის სრულიად დაკომპლექტებულია და ერთი წაგებული სატრანსფერო ბრძოლა გეგმებს არ ცვლის. მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო შემდეგი ტრანსფერია. გავრცელებული ინფორმაციით, ფერან ტორესმა PSG-სთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და საკუთარი გადაწყვეტილება ბარსელონასაც აცნობა. ახლა შეთანხმება კლუბებს შორის უნდა შედგეს და სავარაუდო სატრანსფერო თანხა დაახლოებით 50-დან 60 მილიონი евро იქნება. და სწორედ აქ ჩნდება მიქაუტაძის თემა. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ჰანსი ფლიკსა და გიორგის შორის საუბარი შედგა და მიქაუტაძე ბარსაში გადასვლას დადებითად უყურებს. ხოლო თუ ამ ტრანსფერს ფერან ტორესის შესაძლო წასვლაც დაემატება, მიქაუტაძის კანდიდატურა კიდევ უფრო ლოგიკური ხდება. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ ფერანის გაყიდვის შემდეგ ბარსა ავტომატურად მიქაუტაძეს იყიდის. თუმცა ფერანის წასვლის შემდეგ ბარსას შეტევათა ხაზში სივრცე კიდევ უფრო განთავისუფლდება და ამ ტრანსფერის განხორციელების დიდი ალბათობა. ზაფხული კი ჯერ კიდევ წინ არის. ეს სატრანსფერო ჯაჭვი კი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. სიტუაციისთვის კითხავდა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.